კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეძმის ხევამდე მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყო 1712 მეტრის სიგრძის გზა, რომელზეც ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა. ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირებას და გადაადგილებას უკვე კეთილმოწყობილი და გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებს. გზისარეაბილიტაციო პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონების განვითარების ფონდმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთობლივად დააფინანსა. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 877,766 მეტლარში ადგენს. პროექტი 2024 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები შეპრესე ჩაგელამ განახორციელა. სოფელ მეფის ქალაქში მოეწყო მისასვლელი გზის საფარი დამაკავშირებელი ცენტრ ადმინისტრაციული ერთეულთან თეძმის ხევი და ახალ სოფლის მისასვლელი გზა. პროექტის ღირებულება შეადგენდა 868,000 ლარს, 1712 მეტრი გრძივი მეტრს შეადგენს. ასე რომ პროექტი უკვე მომთავრებული არის. პარალელურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. პირველი ეტაპი მომთავრებულია, ეხლა უკვე გამრიცხველიანების ეტაპი იწყება და ფაქტიურად ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა თეძმის ხევის ახალ სოფლის მოსახლეობისათვის. რა თქმა უნდა, მოსახლეობა არის კმაყოფილი. მოასფალტდა გზები, სანიაღურე, სარწყავი არხების ისინი გაკეთდა პირველ რიგში. ყველაფერი მოწესრიგდა, როიტყვი რაც ჩვენ გქონდა ძირითადად ეს შეეძლოთ კი და დაგვიკმაყოფილდა ეს მოთხოვნები, რაც გვინდოდა. გაზიფიკაცია დამთავრდა, მაგაზე უფრო მოსახლეობა ვიყავით ძალიან მოწადინებული. სოფელთან მისასვლელი გზა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. არ ქონდა რა, ფიზიკურად ვერ გადაადგილდებოდით რაღაცა და მე მაგას ვიტყოდი, სოფლის სახელით ყველაფერი რაც გაკეთდა, ძალიან ყველაფერი კარგად გაკეთდა. ვინც ამ პროგრამაში ჩართულები იყვნენ, მაგალითად, თქვათ, ჩვენი წარმომადგენელი ბატონ ვახტანგ მაისურაძის იმით ყველა მადლობლები ვართ სოფელი. გაკეთდა ყველაფერი კარგად, რა რო იტყვიან იდეალურად და ჩვენ მოგწონთ.